ევროპა გამოფხიზლების პროცესშია, ჯერ არ გვინახავს და ზუსტად არ ვიცით რა ფორმას მიიღებს ევროპა, რომელმაც აღმოაჩინა, რომ ამერიკელმა ამორჩეველმა შეიძლება ტრამპისნაირი ადამიანი ორჯერ აირჩიოს და თუ 2016 წელს ამას რაღაც გამონაკლისად მიიჩნევდნენ, ეხლა ისინი უყურებენ ამას როგორც შესაძლებლობას, რომ ტრამპის მიერ გამოხატული დამოკიდებულება იყოს გაზიარებული ამერიკული საზოგადოების საკმარისი ნაწილის მიერ იმისთვის, რომ აქამდე არსებული სისტემა იქნას გადახედილი და საკუთარ როლს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში და განსაკუთრებით საკუთარ ევროპულ უსაფრთხოებაში ახლებურად მიუდგნენ ევროპული სახელმწიფოები. დღეს ახლა ჩვენ რო საუბრობთ, პარიზში შეკრებილნი არიან ევროპის წამყვანი ქვეყნების ლიდერები, რომლებიც სწორედ ამაზე მსჯელობენ, თუ რა ფორმა შეიძლება მიიღოს აი ამ გადაანგარიშებამ იმისა, თუ როგორ უნდა შეინარჩუნონ სტაბილურობა და მშვიდობა საკუთარ კონტინენტზე. მე ვიტყვი ორი სიტყვით, რომ სისტემა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოქმედებდა და განსაკუთრებით ცივი ომის დასრულების შემდეგ, ევროპის კი არა და კაცობრიობის ისტორიაში არის ყველაზე წარმატებული, უწყვეტი მშვიდობის, სტაბილურობის და მზარდი კეთილდღეობის უზრუნველყოფაში. ამ სისტემას პირველი და მთავარი გამოწვევა აქვს რუსეთისგან და არა იმდენად ჩინეთისგან, რომელზედაც ყველაზე ხშირად ლაპარაკობენ შეერთებულ შტატებში. ფიზიკური საფრთხე დღეს რუსეთიდან მოდის, რუსული ტანკებიდან, რუსული რაკეტებიდან, მათ შორის ევროპის, აი მაგალითად ჩერნობილზე სარაკეტო თუ დრონით თავდასხმა, ეს არის პირდაპირი საფრთხე ევროპისათვის, ასე რომ აქ იმაზე საუბარი რომ აი იქნებ უკრაინის ნაწილი მივცეთ და ჩვენ მერე შევძლებ წყნარად ვიყოთ, ეს შეიძლება მხოლოდ გვაგონებდეს მიუნხენის გარიგებას, ცნობისთვის მიუნხენის გარიგება შეცდომა იყო, მისი გამეორება დანაშაული იქნება, იმიტომ რომ იცი რომ ის არ მუშაობს. და რაც შეეხება აი ამ სისტემას, როგორც თქვი, შეერთებული შტატების და ევროპული ქვეყნების თანამშრომლობამ განაპირობა აი ეს უსაფრთხოება, კეთილდღეობა და შემდეგ ამ ზონის გაფართოება აღმოსავლეთისკენ. ევროპის ქვეყნებს ნატოს, ევროკავშირს არავინ არ დაუპყრია პირიქით საბჭოთა კონტროლისგან განთავისუფლებული ხალხები მისწრაბოდნენ და მოგწევთ თქოლგამისცა. თელ ძალისხმევას ხმარობდნენ რომ შეერთებოდნენ ამ სისტემას და არა პირიქით. ასე რომ დღეს ეს საფრთხე არის რისი საფრთხე, რომ ევროპა აღარ იყოს მოკავშირე, მოდიში ამერიკა აღარ იყოს ევროპის მოკავშირე, ევროპის კონტინენტის დაცვაში. აი, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია შეიძლება, მაგრამ ჰოიზგენმა თქვა ძალიან გარკვევით, ღირებულებები დაშორდაო ერთმანეთსო, ანუ ფაქტია რომ ტრამპის და მისი გარემოცვის ღირებულებები რომ საერთოდ არ არის საერთო დასავლური ღირებულებების გამომხატველი, ეს უკვე რეალობაა. მეორე საკითხია თუ რამდენი თავისუფლება აქვს ტრამპს იმისათვის რომ შეერთებული შტატები მართლაც ჩამოჭრას იმ საერთო უსაფრთხოების სისტემას, რომელმაც შეერთებული შტატების კეთილდღეობა და უსაფრთხოებაც უზრუნველყოფა. ნუ დაგვავიწყდება, რომ შეერთებული შტატები არ ყოფილა მხოლოდ სპონსორი ამ სისტემაში, ის ძალიან სერიოზულ სიკეთეებს იღებს იმით, რომ მას ევროპაში, ისევე როგორც შორეულ აღმოსავლეთში, სამხრეთ კორეის, იაპონიის სახით ყავს მოკავშირეები და მისი გლობალური ინტერესები დღეს უზრუნველყოფილია მათ შორის აი ამ ალიანსების არსებობით. წინა ადმინისტრაციის დროს ტრამპისთვის ცდილობდნენ ამის ახსნას, რომ ეს არ იყო ქველმოქმედება, დღესაც იგივეს გაიძახს ტრამპი, რომ აი ამერიკა რატო უნდა იხდიდეს მარტო. თქვენს გაზარდეთ ხარჯები, ეს არის მისი. არა, ეს გასაგებია, რომ ხარჯები მართლა გასაზრდელია, პირადად მე მაქვს თქვენ გადაცემაშიც ვახსენე, ერთი წლის წინ გავხდით რიგის საერთაშორისო უსაფრთხოების
კონფერენციაზე, სადაც აი გერმანელი წარმომადგენელი გვიხსნიდა, თუ რატო ვერ იხდის გერმანია 2% საკუთარ თავდაცვაზე და ამაზე მომიწია საკმაოდ უხეშად არა, მაგრამ საკმაოდ ნათლად მინიმუმია 2%, რაზეც გაზრდასაც ითხოვს. ბოდიში, მაგრამ აბსურდია, როდესაც ყველაზე მდიდარი ქვეყნის წარმომადგენელი გვიხსნის, რომ მისი ქვეყანა ვერ იხდის მშვიდობიანობის დროს 2% და კიდევ უფრო დიდი აბსურდია, თუ თავ მშვიდობიანობის პირობებში გგონიათ აღარ არის დასრულდა ცივი ომის შემდგომი ხანა დასრულებული, ეს 2008 წელს დასრულდა. თქვენ დიდხანს არჩივნეთ, რომ არ შეგემჩნიათ, მაგრამ აქ პრობლემა იმაში არ არის. შეიძლება ეს პირიქით შესაძლებლობაც იყოს ევროპისთვის, რომ ტრამპის აი ამგვარმა ქცევამ ის მოიყვანოს რეალობასთან და რეალობა ასეთია, რომ მას მართლა სჭირდება საკუთარი უსაფრთხოებისთვის ძალები, დამოუკიდებელი ნატოსგან მეტი რესურსების გაღება მინიმუმ. ნატოს ალტერნატივა მე რეალისტური უახლოეს ხანებში არ მგონია, მაგრამ ევროპას უნდა ჰქონდეს უფრო მაღალი დონის სამხედრო სტრატეგიული შესაძლებლობები იმისათვის, რომ ერთჩვენიერ დღეს თუ აღმოჩნდა, რომ აი ტრამპი ან ვიღაცა სხვა უცბად რაღაცა ხნით მაინც უარს ამბობს აი ამ საერთო უსაფრთხოების საკითხებზე ზრუნვაზე, რომ ევროპა არ აღმოჩნდეს განწირული მცირე აგრესიის. კი ბატონო, აი განვიხილოთ ასეთი სცენარი, საკმაოდ რეალური. ზელენსკი ამბობს, რომ ამით არ გაჩერდება პუტინი, თქვენ რომ ახლა ცეცხლი შეწყვიტოთ, ამით არ გაჩერდება პუტინი და ის მომავალ წელს აპირებს, რომ თავს დაესხასო ნატოს რომელიმე ქვეყანას. ეს არ არის არარეალისტური, სავსებით რეალური მოლოდინია. ამას სააკაშვილიც ამბობდა თავის დროზე უკრაინასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ 2008-ში, ახლა ზელენსკი ეუბნება დანარჩენ მსოფლიოს. აი ასეთი სცენარის პირობებში, რასაც ამბობს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მაგალითად, რომ ის მზად არის დაუშვას ეს საკუთარ მოსახლეობასაც აუხსნას, რომ ხო ჩვენ გვჭირდება დღეს კონტინგენტის გაგზავნა უკრაინაში სამხედროების, იმიტომ რომ ხვალ ეს ომი არ მოგვიახლოვდეს კიდევ უფრო. აი ეს რაღაცნაირი მოთელვაა შესაძლო სცენარებისთვის? სრულიად არაფერია გაზვიადებული იმაში, რასაც ზელენსკი ამბობს და თითქმის სიტყვასიტყვით იმეორებს იმას, რასაც ჩვენ ვეუბნებოდით დასავლელ ჩვენს პარტნიორებს 2008 წელს. შემიძლია გამოგიგზავნოთ ჩემი ინტერვიუ BBC-ზე 2008 წლის აგვისტოში, სადაც მე ვამბობ სიტყვასიტყვით, რომ რუსეთი დაადგა დასავლეთთან შეჯახების კურსს. და თქვენი სურვილით ეს კონფლიქტი ვერ იქნება თავიდან აცილებული. კონფლიქტისთვის საკმარისია ერთი მხარის სურვილი, არ არის ტანგო, რომელსაც ჭირდება ორი მხარის შეთანხმებული მოქმედებები. ამ მხარეს არჩეული აქვს ეს კონფლიქტი საკუთარი შიდა წმინდა რუსული რეალობიდან გამომდინარე, რადგან არც ერთმა რუსულმა ხელისუფლებამ ესე აღმოჩნდა. წესიერად მართვა არ იცოდა, ამანაც არის კარგად მართვა, ამან იცის მილიარდების მოპარვა რუსული ხალხისგან, რუსული ბუნებრივი რესურსების გაყიდვით, იცის ყველამ სასტიკი დიქტატურის დამყარება, იმიტომ რომ სხვანაირად მართვა არ იციან, იმისთვის რომ სტაბილური მმართველობა იყოს რუსეთში, აუცილებლად მიაჩნია ყველა მმართველს ტოტალური ძალაუფლება და არანაირი არათუ დეცენტრალიზაცია. საერთოდ განსხვავებული აზრიც არსებობს, ანუ ყველა რუსული ხელისუფლება საბოლოო ჯამში მიიღწვის ტოტალიტარიზმისკენ, ვერ ამართლებს მერე ამ სრულ ძალაუფლებას, იმიტომ რომ ცხოვრების ხარისხი რჩება დაბალი და მერე აი ამას მოყვება ხოლმე ეს რუსეთის სიდიადის პროექტები, რომ მოდით ახლა დავიცოთ რუსების უფლებები ჩვენ ქვეყანაში კი არა, სადღაც სხვა ქვეყანაში დავიცოთ რუსების უფლებები. ან დავიბრუნოთ რუსული სიდიადე და ასე შემდეგ. მარტო ამიტომ რუსეთის შიდა რეალობებიდან გამომდინარე შეუძლებელია ძალის გარეშე უსაფრთხოების უზრუნველყოფა ევროპაში. 2008 წელს მოყვა 2014 წელი ყირიმში და აღმოსავლეთ უკრაინაში, ამაზე არაადეკვატურმა პასუხმა შესაძლებელი გახადა პუტინის თავში 2022 წლის აგრესია და თუ კი ეხლა პუტინი დააჯილდოვეს მისი რეაბილიტაციით, მისთვის საერთაშორისო ასპარეზზე დაბრუნების ფუფუნებით, აგრესიისთვის, მილიონობით ადამიანის მკვლელობისთვის და ათასნაირი დანაშაულებისთვის,
მაშინ რა დაუშლის მას, რომ შემდეგი ნაბიჯი გადადგას, რადგან ეს ნაბიჯი ლოგიკურად მოყვება მის განწყობას. რომ ის ახლა დამარცხდეს. ეს არის ამოსავალი წერტილი. თუ პუტინი ეხლა არ მარცხდება, მაშინ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამას ექნება გაგრძელება. ამიტომ მე არ ვთვლი, რომ ევროატლანტიკური პარტნიორობა დასრულებულია. ტრამპის პირობებშიც კი, რომელზედაც მე ძალიან ნათელი ესეთი მყარი წარმოდგენა, მაგრამ ტრამპის ქცევასაც რეგულარულად კორექტირებას უკეთებს ხოლმე რეალობები. კი ბატონო. ანუ მისი არაერთი განცხადება უკვე ჩვენ ნახეთ, რომ აღმოჩნდა თავიდანვე არასერიოზული რომელიც იყო, მაგრამ რომელსაც მან გადაუხვია და რომელშიც რომ ესეც ასე იქნება. მაგრამ აუცილებელია, ყველა შემთხვევაში აუცილებელია, რომ ევროპამ გაიღვიძოს და მზად იყოს იმისთვის, რომ გარკვეულ პერიოდებში, გარკვეულ გამოწვევებზე დამოუკიდებლადაც შეეძლოს მოქმედება და უკრაინაში ომი არის ასეთი გამოწვევა, ეხლა არის ასეთი მომენტი. კი ბატონო.